11 ივნის ბორჯომის სამსოფელზე სტიქიით მიყენებული ზარალი დათვლილია. ზარალმა $1,000,000 ლარს მიაღწია. სტიქიის შედეგების დამთვალმა კომისიამ შესაბამის სამსახურებთან ერთად სოფლებში რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშავა. საკირეში ტაძრისა და დვირში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე საკირულა ადიდდა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. სოფლებში მოშლილია საგზაო ინფრასტრუქტურა, მოსახლეობას დაეტბორა ნათესები და საცხოვრებელი სახლები. ჯერჯერობით უცნობია დაეხმარება თუ არა მუნიციპალიტეტი მოსახლეობას ფინანსურად. ჯერ ვერაფერს წინასწარ ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დასათვლელია სოფლის მეურნეობის სააგენტოს დახმარებით და ნახავთ, რასთან გვაქვს საქმე და იმის შემდეგ ვიმსჯელებთ. ჩვენი ზედამხედველობის სამსახური და ეკონომიკის სამსახური აქტიურად მუშაობდა ამ მოცულობების დადგენაზე თუ რა ზიანი მიაგდგა როგორც მოსახლეობას, ისე მუნიციპალიტეტს, პრაქტიკულად დაახლოებით უხეში დათვლით დაახლოებით $1,000,000-მდეა ზარალი, ეს დაზუსტება, როცა უკვე სახარჭაღრიცხო დოკუმენტაცია შედგება, ანუ გამზადდება პროექტები როგორც გზების რეაბილიტაციაზე, ისე იმ ეზოების კედლების, დამცავი კედლების მოსაწყობად, რომლებიც ამ სტიქიის შედეგად დაზიანდა. ჩვენ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საპროექტო სახარჭაღრიცხო დოკუმენტაციის შესადგენად და როცა უკვე ნათელი და სუსტი სურათი გვექნება, შემდეგ უკვე დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას.